ვიძი 2 მეტრია შორის დაახლოებით ხდებოდა და როგორც ჩანს ეს ლელოა მაგალითის ის
გამარჯობათ, მოგესალმებით ძვირფას ტელემაყურებლებო. დღეს გაიმართება მე-15 ტურის დიდიათის ბოლო დასკვნითი მატჩი, სადაც ერთმანეთს შეერკინებიან თბილისის ხვამლი და სამცხე-ჯავახეთის ტაო. გამოვიდნენ გუნდები მოედანზე და ველოდებით თამაში დაწყებას. დღევანდელ მატჩს თქვენთვის წარუძღვებით მე შოთა თევზაძე და საბა ჟორჟიკაშვილი. მანამდე კი მოგახსენებთ გუნდების შემადგენლობას. თბილისის ხვამლი, ჰამლეტ გოგია, გიორგი ვარდოსანიძე და ჰამლეტ დვალი იდგებიან პირველ ხაზში. 4 და 5 ნომრები გიორგი კვაბზირიძე და ლუკა გელაშვილი გახლავთ. 6, 7 და 8 ნომრები ბაჩანა ბაიხოიძე, თორნიკე ბაიხოიძე და საბა კურტანიძე გუნდის კაპიტანი. 9 ნომერი ფრიდონ ციკლაური, 10 ნომერი ზურა ქობელაშვილი, 12-13 ნომერზე იქნებიან ზურა ბლუტიძე და ლუკა ხვედიანი, 11 და 14 ნომრები საბა არაგველი და ლაშა კაკაურიძე, 15 ნომერზე კი ნიკა ცინცაძე იქნება. შევიდა ბურთი თამაში, ცოტა მოგვიანებით გაგაცნობთ სამცხე-ჯავახეთის ტაოს შემადგენლობას. ახლა იქნება აუტი ხვამლის, უпростоრად ტაოს. თავარი არბიტრი სულხან ჩიხლაძე გახლავთ, გვერდიდან მას დაეხმარება გიგა მშვენიერაძე და გელა ლემონჯავა. გრძელდება თამაში, ვარდოსანიძე გახლავთ ბურთით და ხვამლი ეცდება საკუთარი მოედნიდან გამოვიდეს ფეხით სავარაუდოდ. გაამზადეს დარტყმა ხვამლის მორაგბეებმა. მაღალი საბრძოლო დაკიდა ფრიდონ ციკლაურმა, ვნახოთ როგორ შეძლებენ მიიღეს ბურთი ტაოს მორაგბეებმა, კერძოდ გიორგი ნავროზაშვილი გახლავთ რეზი ბროძელი ბურთთან. კარგად წამოვიდა ნავროზაშვილი, პასი პაატა ბურჭულაძე, შიგნით შემოქცეული პასი რეზი ბროძელს და მე მგონი პირველ ლელოს ვიხილავთ მატჩისას, ასეც არის მეორე წუთზე გიორგი ნავროზაშვილმა მოახერხა მოწინააღმდეგის დალელოება და ანგარიში გახდა 5-0 ტაოს სასარგებლოდ. ახლა ვიხელთებ დროს და გაგაცნობთ ტაოს შემადგენლობას. პირველი 2 და 3 ნომრები საბა ბუხრიკიძე, გივი მაწკეპლაძე, გიორგი ჯამბურიძე 3 ნომრად. 4 და 5 ნომრები საბა პარუნაშვილი, ნაელესონი, ნასოკი ტამბოა 5 ნომრად. 6 ნომერი თორნიკე ზოიძე გუნდის კაპიტანი, 7 ნომერი პაატა ბურჭულაძე და 8 ნომერი რატუ მელი ტურანგათა. 9 ნომერი რეივას ბროძელი, 10 ოთარ ტალახაძე, 12-13 ნომერზე იქნებიან ლაისიალა, ბონგინდრაუ და ივანე ხელაია. 11 ნომერზე და 14-ზე ფრთებზე გახლავთ გიორგი ვასაძე, ოთარ მეტრეველი და 15 ნომერზე იქნება გიორგი ნავროზაშვილი, გატანილი ლელოს ავტორი. უკვე დასარტყმელად ემზადება ოთარ ტალახაძე, ვნახოთ როგორ შეძლებს ის ამის გაკეთებას და წარმატებით ანგარიში გახდა 7-0 ტაოს სასარგებლოდ. საკმაოდ სწრაფი ლელოს გატანა მოახერხეს სამცხე-ჯავახეთელებმა და საკმაოდ მხიარულად დაიწყო დღევანდელი შეხვედრა. ვიმედოვნოთ, რომ ესეც გაგრძელდება. ოღონდ ორმხრივი ლელოებით, რა თქმა უნდა. კარგი საბრძოლო დარტყმული შემოგთავაზა ზურა ქობელაშვილმა და კარგი ახურვა ხვამლის შესრულებით. დროა ბურთის გატანის და რევას ბროძელი ასეც იქცევა. შვენიერი დარტყმული გამოვიდა. რევას ბროძელს ვერაფერს დავუწუნებთ. ახლა კი ხვამლის შანსი. მეტოქის 22-ის მისადგომთან ვარდოსანიძე ეცდება კარგი დერეფნის მოწოდებას და შემდეგ კი კარგი შეტევის განხორციელებას მთლიანად ხვამლი.
კარგი გამოშლა იყო ხამლის შესრულებით. ზურალუტიძე ეძალებოდა, ახლა კი ფრთაზე კარგი შეცურებული მიყვება ბურთს. არა, როგორც ჩანს უპირატესობის სარგებლობდა ხვამლი, ასეც არის. სულხან ჩიხლაძე ანიშნებს, რომ ჯარიმა არის ხვამლის სასარგებლოდ. არ გვაქვს სამწუხაროდ მსაჯის ხმა, არ გვესმის მისი კომუნიკაცია, რაც არ არის კომფორტული მაყურებლისთვის, მაგრამ რაც არის, ეგ არის. რას გადაწყვეტენ? კი ბატონო, კურტანიძემ ანიშნა არბიტრს კარისკენ. ახლა კი ქობელაშვილი ეცდება, რომ შეამციროს ანგარიში 4 ქულამდე. ვერ მოახერხა ზურა ქობელაშვილმა ანგარიშის გახსნა საკუთარი გუნდისთვის. 22-დან განაახლებს სამცხე ჯავახეთის ტაო შეხვედრას, კერძოდ კი რეზი ბროძელი იქნება, ეს პიროვნება არა, ოთარ ტალახაძე გახლავთ. კარგი შორეული დარტყმით გამოვიდა 22-დან ოთარ ტალახაძე. გურთან ზურალუტიძე, კვაბზირიძე გაამწვავებს, კარგი გამწვავება იყო მისი მხრიდან, გააგრძელა შეტევა ფრიდონ ციკლაური, კარგი მიძალება, ძალიან ძლიერია კურტანიძე, მას არაერთხელ დაუმტკიცებია. კი ბატონო, ნამდვილად ვეთანხმები მსაჯის გადაწყვეტილებას უპირატესობის შესახებ და კიდევ ერთხელ დაჯარიმდება სამცხე ჯავახეთის ტაო. ახლა რას გადაწყვეტს საბა კურტანიძე, როგორც ჩანს კარში აღარ ურტყავს ხვამლი, აუტში გადავლენ და იქედან ეცდებიან მეტოქისთვის საფრთხის შექმნას. ძალიან კარგი დარტყმული განახორციელა ქობელაშვილმა, სულ რაღაც 2-3 მეტრი აკლია 5 მეტრიანამდე. დერეფანს ვნახოთ, რას შემოგთავაზებს ხვამლი ამ დერეფნიდან. ორი ხელით კომფორტულად მოიგო კვაბზირიძემ ბურთი, კარგად დადგა მოლი, ვნახოთ თუ მოახერხებენ ხვამლელები მოლის დაძვრას. ვერ მოახერხეს, კარგად მოახერხა პირიქით დაცვის განხორციელებმა ტაომ, ახლა კი ხაზით ცდილობს მიეძალოს, ხაზის და შერკინების ერთობლივი ძალებით ცდილობს ხვამლი, რომ მიეძალოს მეტოქეს. კიდევ ერთი დარტყმა, კარგად უტევს ხვამლი, კარგად იცავს ტაო, ვნახოთ რა მოხდება შემდეგში, კარგად შედის ინტერვალში ცინცაძე. კარგად მუშაობს ხვამლის შეტევა. გელაშვილი მოახერხეს მისი გაკავება, ფრიდონ ციკლაური შემოვიდა, მაგრამ არა, კარგი ბოჭვა შემოგთავაზეს ტაოს მორაგბეებმა და თამაშია, ბურთი გამოსული იყო, კარგად დაინახა და მოასწრო მსაჯმა ამის განსჯა, მაგრამ მაინც ხვამს დარჩა ბურთი წარუმატებელი ფეხის დარტყმის შემდეგ. კარგი მიძალება იყო და ვნახოთ რა არის გადაწყვეტილება. წინ ვარ, როგორც ჩანს ტაოს ბურთის ამომღების შემდეგ წინ ვერ მოახერხა ბურთის ხელებში დამორჩილება და წინ დაუვარდა და გაიმართება საკმაოდ სახიფათო შერკინება მეტოქის ჩათვლის მხრიდან 5-6 მეტრში ხვამლისთვის. ვნახოთ პირველი შერკინება მატჩის მე-9 წუთზე გაიმართება პირველი შერკინება. ვიმედოვნოთ, რომ წარმატებული იქნება შერკინება, წარმატებული ნიშნავს, რომ გავა ბურთი დაბრკოლების და ჯარიმის გარეშე.
არა. გადაეწყობა შეკინება, მიიღებენ მორაგბეები მითითებებს სულხან ჩიხლაძისგან. კარგი იქნებოდა გვესმოდეს რა შეუბნება მსაჯი ახლა პირველ ხაზელებს, მაგრამ სავარაუდოდ ეუნება ვის რა აქვს გამოსასწორებელი. კარგი ჩანს შერკინება და ფრიდონ ციკლაური ბურთთან კარგი წარმატებული შერკინება როგორც აღნიშნეთ რა ბოჭვა გააკეთა ლაშა ოთარ ტალახაძე უკაცრავად 4 მეტრეველმა მაგარი ბოჭვა გააკეთა სად ჩამოვიდა ხვამლი ხედავთ ერთი კარგად შესრულებული ბოჭვის შედეგად ტურანგათამ მოახერხა ლუტიძის გაკავება კინაღამ ბურთიც აართვა ისევ ხვამლი უტევს თავის ნახევრიდან ამჯერად მეტოქეს ძალიან სწრაფია კაკაურიძე ხვამლის შემადგენლობაში ძალიან სწრაფად მოქმედებს ნებისმიერ შემთხვევაში როცა არის ბურთით ხელში ისევ ლუტიძე უფრო სწორად ხვედიანი უკაცრავად აქ უნდა იყოს კი ბატონო დაწოლილი თამაში ნამდვილად ძალიან მაგრად ითამაშეს ხვამლის ბურთის ამოღებმა მოთამაშეებმა სწრაფი კონტრშეტევა მათი შესრულებით კიდევ ერთი პასი და კარგი ბოჭვა ბაიხოიძის მხრიდან ბროძელი არაჩერებს რაკში ბურთს ეს მისი ძლიერი მხარეა ნამდვილად როდესაც ძალიან აჩქარებს თამაშს უპირატესობით თამაშობს ხვამლი ბონგინდრაუ ბურთთან ვერ მოხერხდა უპირატესობის გათამაშება ვნახოთ ახლა რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ტაოს მორაგბეები გააჩერა სულხან ჩიხლაძემ თამაში როგორც ჩანს ტრავმირებული მოთამაშეა სადღაც მოედანზე რომელსაც ჩვენ ვერ ვხედავთ ამ მომენტისთვის ამჯერად ტაოს აუტი მეტოქის 5 მეტრიანთან. ნახოთ, ეცდებიან ისინი მოლის დაყენებას თუ გამოიტანენ ბურთს უმალ ხაზში. კვაბზირიძემ რაჭკვიანურად ითამაშა სად შემოუძრა მეტოქეს ძალიან სახიფათო შეტევა გაუჩერა კვაბზირიძის გამჭრია ხობამ ახლა მეტოქეს და ფრიდონ ციკლაური ბურთთან. განიმუხტა ტაოს შეტევა. ამზადებს ფრიდონ ციკლაური ეგრეთ წოდებულ box kicks. კარგი შორეული დარტყმა შემოგთავაზა მან დაახლოებით 10 მეტრიან წყვეტილ ხაზთან მაინც გაიტანა ბურთი. როგორც ხედავთ, ორივე გუნდი კარგად ახერხებს საკუთარ ჩათვლის მოედანთან დაცვას. წინა შემთხვევაში ტაო მოახერხა, ამ შემთხვევაში ხვამლა მოახერხა. ეს მათ აქტივში შეგვიძლია შევიტანოთ უკვე. მაცკეპლაძე ბურთით კი ბატონო ძლივს, მაგრამ მოახერხეს სამცხე-ჯავახეთლემო ბურთის მოგება ბონგინდრაუ, ხაზი გარეთ ივანე ხელაიას, კიდევ ერთი პასი ნავროზაშვილს, ამწვავებს ნავროზაშვილი. ვეღარ მოახერხა, თუმცა ძალიან სახიფათო იქნებოდა რომ მიეღო ხელაიას ახლა იქ ბურთი. კარგად უტევენ ტაოს მორაგბეები. ბროძელი ერთი წამით არ აჩერებს რაკში ბურთს. კარგი ბოჭვა
კარგი ბოჭვა შემოგთავაზა ბაიხოიძემ. ჩააგდეს, მაგარი დარტყმული იყო. მოკლედ ბროძელს 15 წუთიანი მონაკვეთი აქვს, ძალიან კარგი შემიძლია ვთქვა. ისიც შემიძლია ვთქვა, რომ ის საერთოდ მთელი სეზონის განმავლობაში ძალიან სტაბილურად კარგ თამაშებს ატარებს და ძალიან სასარგებლოა თავისი გუნდისთვის. გიორგი შკინინი გასცემს მითითებებს თავისი მორაგბეების მიმართ. ვერ ახერხებს დღეს იგი გუნდს დაეხმაროს სამწუხაროდ. ვერ ახერხებს მოედნიდან დაეხმაროს, თუმცა მოედნის გარედან ვხედავთ, რომ აქტიურად არის ჩაბმული გუნდის მიმართ დახმარებაში. კურტანიძე ბურთით კარგად გამოიტანა საკუთარი 22-დან ბურთი კურტანიძემ, ახლა კი ციკლაური. კიდევ ერთი დარტყმა ჰამლეტ გოგიამ შემოგთავაზა და ნამდვილად ვეთანხმები ამ გადაწყვეტილებასაც, საჯისას სუფთად დაჯდა თორნიკე ზოიძე გახლდათ, ვინც ბურთზე დაჯდა და ნამდვილად დაგვანახა ყველას, რომ ბურთი ამოქაჩა, რომელსაც ვერ შეელია ხვამლის მოთამაშე, რომელიც იყო მიწაზე. კარისკენ მიუთითა სულხან შიხლაძემ, ოთარ ტალახაძე კი ეცდება თავისი გუნდის მონაგარი გაზარდოს 10 ქულამდე. გამორბენი ძელს ხვდება ბურთი. უნდა აიღონ ხვამლის მოთამაშეებმა, ასეც არის კვაბზირიძემ მოახერხა ბურთის აღება საბოლოოდ, ისევ ციკლაური ბურთთან და როგორც ჩანს, ისევ ფეხით დარტყმას ამზადებს იგი. კიდევ ერთხელ კარგი დარტყმა და კიდევ ერთხელ დაახლოებით იგივე ადგილამდე მოახერხა მან ბურთის ამოტანა. ცოტათი მეტიც კი დაახლოებით ცენტრამდე შეძლო მან ამის გაკეთება. სწრაფად შემოგდების საშუალება არ მიეცათ ტაოს მორაგბეებს, როგორც ჩანს ბურთს ვიღაც მესამე პირი შეეხო გარეთ, ამიტომაც ახლა იქნება დერეფანი მათთვის. ორი ხელით მოახერხა ბურკილაძე მოგება, ბონგინდრაუ ვერ აიღო ბურთი, კარგი ბოჭვა ლუტიძის შესრულებით და ცდილობს ხვამლი კონტრაქტის გაკეთებას, თუმცა არა მოახერხეს სამცხე ჯავახეთლებმა ამის შეკავება. ერთი მიძალება უნდა გადაგორდნენ ახლა ხვამლის მონაკვეთები, კი ბატონო, ნამდვილად. დააგვიანეს ცოტათი გადაგორება, რის გამოც მოახერხეს მერე გუნდელებმა ამ ბურთზე ჩაჯდომა, მაგრამ ესე არ მუშაობს. პირველ რიგში ბოჭავები უნდა გაეცალონ იმ ადგილს. კიდევ ერთი წუნი წინ ვარდნა შერკინება ტაოს მოედნის ცენტრში. ვერ დგება შერკინება, ვერ ახერხებს დადგომას. შავარდა საჯის მხარეს არა, მეორე მხარეს შერკინება სავარაუდოდ. გვერდით იმ საჯი მიაწვდის ინფორმაციას სულხან შიხლაძეს და მიიღებენ პირველ ხაზელები მითითებებს და თავიდან დადგება შერკინება.
ტურანგათა ბურთით, რა ბაიხოიძემ ძალიან კარგი ბოჭვა გაუკეთა ტურანგათას, რაც არც ისე მარტივია, იმიტომ რომ ტურანგათა არის მორაგვე, რომელიც ძალიან ძლიერია. კონტერ შეტევა ხომლის შესრულებით, ნავროზაშვილი ბურთთან და არაგველი წამოეწია, ძალიან ახლოს არის ნავროზაშვილთან, მაგრამ არა მოახერხა. ძალიან სწრაფად და სხარტად გიორგი ნავროზაშვილმა მოტრიალება და შემდეგ ბურთის მოშორება არც ისე შორს ვერ მოახერხა მან საკუთარი 22-დან გამოსვლა. გიორგი ვარდოსანიძე ბურთთან. კარგი მოგება დერეფანის, უკან იყო თამაში, კი ბატონო, აგძელებს ხობელაშვილი გუნდის შეტევას. გაამაგრეს რაკი ხომლის მორაგბეებმა. რა კარგი კონტაქტი იყო გელაშვილის შესრულებით. კიდევ ხომლი უტევს. კარგი მიძალები. ყველა კონტაქტში მოახერხეს მათ ცოტათი წინ წაწეულიყვნენ. ახლა კი ციკლაურის მეტოქის ზურგში გადაკიდება ბურთის ძალიან სახიფათოდ და სად ვერ მოახერხა ლუტიძემ ბურთის ხელში აღება. ძალიან ცოტა დააკლდა ხვამს გატანილ ლელომდე ჩათვლის მოედანში გაუვარდა ბურთი წინ ზურაბ ლუტიძეს, როგორც დავინახე და იმედი არ ვწდები. ჩათვლის მოედნიდან არეკნით გამოვლენ ახლა ტაოს მორაგბეები. კიდევ შორეული დარტყმა ქობელაშვილი ბურთთან ცინცაძე კურტანიძე ალბათ მიეძალება კურტანიძე პირდაპირ ტურანგათას ურქინა არანაკლებ ჯანზე არის კურტანიძე ვაღიაროთ ძალიან უხერხული ადამიანია ესე დასაჭერად მოედანზე დასაჭერათაც და გასაცდენათაც ახლა კი ხვედიანი შეინახა ბურთი ციკლაურის ჩქაროს საკითხი ბურთის გამოტანას რაც ძალიან კარგია მაგრამ წინ უვარდებათ ახლა ხომლის მორაგბეების ბურთი და გაიმართება კიდევ ერთი შერკინება ტაოსი ამჯერად საკუთარი 22-ის მისადგომთან გაჩერდა დრო, როგორც ჩანს რაღაც მიკროტრამვას აქვს ადგილი. საბა კურტანიძეს აღმოუჩენენ დახმარებას იქვე და თამაშიც გაგრძელდება. ყველაფერი კარგად არის, ძალიან კარგია რომ საბა კურტანიძე ახერხებს თამაშის გაგრძელებას და სერიოზული არაფერი არ არის, რადგან ის არის ძალიან დიდი ძალა გუნდისთვის, როგორც მოთამაშე და როგორც კაპიტანი. კიდევ ერთი შერკინება ვნახოთ ამჯერად თუ მოხერხდება გადაწყობის გარეშე ჩაიაროს სამომენტოა. რევას ბროძელი ბურთთან.
ბოლო ტურებში რაც კი სტადიონები ვიხილეთ, მე მგონი ყველაზე კარგ მდგომარეობაშია. ნამდვილად სიმწვანე დაკრავს მოედანს, ფერი ნამდვილად მოედნის აქვს. ეხლა უფრო გამწვანდება და გამწვანდება წესით. ეხლა დაიწყებს. ჩავარდა შერკინება აქ რაღაც უნდა მოიმოქმედოს სულხან შეხლაძემ და ესეც ხდება. ალბათ მიიღებენ პირველხაზელები საბოლოო გაფრთხილებას და თუ განაგრძობენ მსგავსად ქცევას, მერე ალბათ უფრო მკაცრიც გახდება მსაჯის გადაწყვეტილება. გულმოდგინეთ უსმენდნენ ხვამლის პირველხაზელები მსაჯის კომუნიკაციას, რასაც ვერ ვიტყვი ტაოს პირველხაზელებზე. იმედია ვცდები, მაგრამ ეხლა გამოჩნდება სავარაუდოდ ამ შერკინებაში ეგ ყველაფერი. სანამ შერკინება მოეწყობა, შეგვიძლია ცხრილს ჩავხედოთ. გუშინ არმიამ ხვამლის უშუალო მეტოქემ ცხრილში უშუალო კონკურენტმა დათმო მოულოდნელად ყოჩებთან შეხვედრა. ყოჩებმა ამ სეზონში საუკეთესო თამაში ითამაშეს მე მგონი. მოიგეს კიდევაც საკმაოდ დამაჯერებლად, რასაც უყურე. 24-16 ჭიჭინაძე იყო საუკეთესო იმ მატჩში, ამასობაში გამოვიდა როგორც იქნა შერკინებიდან ბურთი, ხელაი აუტევდა. უპირატესობაში თამაშობს სამცხე-ჯავახეთის ტაო, კარგად მოახერხეს მათ შერკინებაში მიწოლა მეტოქეზე. დაუბრუნდებათ მათ ეს უპირატესობა. ნასოკი ტამბუა უტევდა ბოლოს. კი ბატონო, მიაწვნენ ნამდვილად დომინანტები გამოდგნენ ამ შერკინებაში ტაოს მორაგბეები, სწორად მიაწვნენ, რის გამოც წნეხს ვერ გაუძლო შემდეგ ხვალმა და წამოიშალნენ მათი პირველხაზელები. ცხრილს რომ დაუბრუნდეთ, ყოჩებს გავუხდათ 15 ქულა და ჩამორჩება მხოლოდ და მხოლოდ 5 ქულით სამცხე-ჯავახეთის ტაოს, რაც უფრო მნიშვნელოვანს და უფრო გადამწყვეტსაც ხდის ამ მატჩს სამცხე-ჯავახეთლებისთვის. კი, ქვედა ცხრილიც დაიძაბა, ყაზბეგი 27 ქულით, 28 ქულით არის შემდეგ ლელო. იქამდე ტაო და ყოჩები 20 და 15 ქულით ამასობაში დერეფანში ბურთი მოიგეს, ბროძელი ფეხით თამაშობს. ადგილზეა კაკაურიძე წამოიღო, ძალიან სწრაფია კაკაურიძე, მოახერხა ერქინა მეტოქისთვის, თუმცა წინ ვერ წავიდა. ძნელია ყოველთვის ფრთის მოთამაშე ესე დაჯახებით აჯობოს 7 და 6 ნომერს. ისევ ხვამლის რაქი, ციკლაური ბურთთან და ახლა ქობელაშვილი მაღალი საბრძოლო დარტყმით გადავა მეტოქის ნახევარზე. ლუტიძე მიყვებოდა დაწნეხში, აქცევდა მეტოქეს, თუმცა ტალახაძე. შორეული დარტყმა ტალახაძის შესრულებით ადგილზეა ქობელაშვილი. ერთგვარი პინგ-პონგი გაიმართა ეგრეთ წოდებული მოედანზე ბროძელი ბურთით. სავარაუდოდ აუტში და არტყავს რეზი ბროძელი, ის ასეც იქცევა. წერტილში არ გადაუტანია პირიქით, კარგადაც მოახერხა ბროძელმა ამ დარტყმის შესრულება, თუმცა თავად მაინც უკმაყოფილო. ცოტა შორს იყო, სავარაუდოდ მაგას ეუბნებოდა გვერდით არბიტრს, ყოველთვის ეგრე უნდათ, რა თქმა უნდა, მოთამაშეებს, რაც შეიძლება შორს გადავიდეს ბურთი. უკმაყოფილება მუდმივად არის. ეგ გასაგები ემოცია არის, ასე თუ ისე. ბურთი თვარდოსანიძე მოიგეს 7-დან. ხვამლის მორკინალებმა ხაზზე გავიდა, ლუტიძე ამოგდება. ცინცაძე ბურთთან კარგი ცრუ მოძრაობა და შეუტყდა მოთამაშეს შიგნით. გამყარა რაქი ხვამმა, ტაო ნაკლებად ერთვება რაქებში, სადაც ხდებიან რომ აზრი. ორი 8 ნომრების შეჯახება, ორივე ძალიან ძლიერი 8 ნომერი გახლავთ ჩვენს ლიგაში დამერწმუნებით და წინ გავუვარდათ ხვამლის მორაგბეებს ბურთი. კიდევ ერთი შერკინება მოედნის ცენტრში. აი, კარგ ბოჭვას მალევე მოყვება ხოლმე შემტევი გუნდისგან ხარვეზი. როდესაც შემტევ
დომინანტ ბოჭვას იღებს და უპირატესობას თმობს. ესეა ხშირ შემთხვევაში ნამდვილად კიდევ ერთი შეჩერება დროის, როგორც ჩანს კიდევ რაღაც ტრავმას აქვს ადგილი მოედანზე. მაწკეპლაძეა თუ არ ვცდები ტრავმირებული. ჩართულ სულხან ჩიხლაძემ დრო და მოეწყობა ახლა შერკინება. შერკინება პრობლემაა. ნამდვილად ვერ ხერხდება რაღაც შერკინების კარგად მოწყობა. თავიდან 9 წუთი საერთოდ არ ქონდა შერკინება, მაგრამ მაგის მერე ბევრი ტექნიკური წუნი შემოგთავაზეს სამწუხაროდ გუნდებმა და ნახოთ რა მოხდება ამ შერკინებაში. არა ისევ ქვემოთ მიდის შერკინება. ვერაფრით ვერ ხერხდება მოკლედ შერკინების გამართვა ნორმალურად. პარალელურ რეჟიმში გვერდით ამ მოედანზე თითქოს რაღაც თამაში. ბავშვების თამაში მიდის, მეგონი ფესტივალი უნდა იყოს. ალიგა 18 საათზე თამაშობს მესამე ადგილისთვის ხვამლი არენაზე, ხვამლი არმია გაიმართება და ასევე გეტყვით რომ 17 საათზე აია არენაზე, აია ლელო, ასევე ალიგის დაპირისპირებას ვიხილავთ ჩვენს პირდაპირ ეთერში ფინალი, ტრადიციად ნაქცევი ფინალი უკვე ტრადიციად ქცეული. ორი უძლიერესი აკადემია საბავშვო შეხვდება და გაარკვევს უძლიერეს ერთმანეთში. აქ უკვე მე მგონი აუცილებლად უნდა მოუწიოს, მეცაც გეტყვით. ეს აღარ ჯდება არაფერში, მსაჯი ყველაფერს ცდილობს რომ მოთამაშეებს აუხსნას გააგებინოს. ისინი არ მიყვებიან და ორივე ორმა ნომერმა მიიღო ყვითელი ბარათი. სავარაუდოდ არ იცავდნენ ისინი დისტანციას, არ აჩერებდნენ შერკინებას სტაბილურად. ამიტომაც დაისაჯენ კვაჭები გივი მაცკეპლაძე და გიორგი ვარდოსანიძე. ნახოთ ახლა შეცვლაზე შემოსული კვაჭები თუ უშველიან ამ სიტუაციას და თუ როგორმე გაიმართება შერკინებები კარგად. ამან შეიძლება ცოტა გამოასწოროს. უნდა გამოასწოროს ყოველი შემთხვევაში. ყოველ შემთხვევაში სულხან ჩიხლაძის აზრით ეს იყო პრობლემა და ეხლა უნდა გამოსწორდეს სიტუაცია. ნახოთ რა მოხდება. კურატაშვილი შემოვიდა ხვამლის შემადგენლობაში და ტაოს შემადგენლობაში დაბრუნდა მაცკეპლაძე, როგორც ჩანს. მაცკეპლაძე როგორც ჩანს შეცვლილი იყო. არა. ვერ იქნებოდა. შემადგენლობაში როგორც წერია, ორი ნომრით მაცკეპლაძე იყო და 16 მარკა ფაშეის და პირდაპირ თამას კილაძე ორ ნომრიანი მაისური უბრალოდ მაისური ქონდა გაცვლილი. როგორც ჩანს კი ბატონო, მაგ ცოტა დავიბენი. დატოვა მოედანის საბა პარუნაშულმა, რომელსაც ასევე შეცვლილი ნომერი აქვს უკვე თამაშისას 5 ნომრით ირჯებოდა ის. და მეორე ხაზში გადავიდა ტურანგათა. გადგა შერკინება. წნეხში ამოვიდა ორივე მოუწოდებს ჩიხლაძე კი ბატონო აუცილებლად როძელმა ზურგსკან ტავახაძე გაშლა და ვერ მოახერხა ნავროზაშვილმა ერთი პასის დამატება. შენარჩუნებაზე თამაშიც ალბათ ლოგიკური იყო, მაგრამ რა შენარჩუნებაზეა საუბარი კონტრაქტი მიქონდა. მაგრამ გადავა ტურანგათა და გელაშვილის შეტაკება კარგად მოახერხეს მისი შეჩერება და ახლა კი პირიქით ტაოს უვარდება წინბურთი და უპირატესობას თამაშობს ხვამლი, ერთი პასი უნდოდა. კარგია, ცხვედიანი ბურთთან კაკაურიძე ძალიან ძნელი იქნება ამ კაკაურიძე სლავომი.
რა ბოჭვა გაუკეთა ეს იოანე ხელაია იყო თუ არ ვწდები ძალიან მაგარი ბოჭვა შემოგთავაზა იოანე ხელაიამ ძალიან მაღალ სისწრაფეზე ისევ კურტანიძე ბურთთან გელაშვილი ფრიდონ ციკლაური გარეთ შიგნით შექცეული ძალიან მაგარი პასი და კვაბზირიძის მაგარი ლელო 33 წუთზე წინვალეთ გაშალა ხვალმა თამაში იბურთავა დაიწყო ეს ლაშა კაკაურიძე მარჯვენა ფრთაზე გარღვევით ძალიან მაგარი კონტრშეტევა შემოგთავაზეს ხვამლელებმა თავისი საკუთარი მოედნიდან წინვარდნის შემდეგ გაშალეს მარჯვნივ ძალიან დიდ სისწრაფეში ჩაერთო კაკაურიძე გამოშალეს მარჯვნივ ფრიდონ ციკლაურის შექცეული პასი და ვეღარ მოახერხეს თავიანთ სტილში გაიტანეს უყვართ აი ასე ხელით ბურთაობა კი ნამდვილად ხვამს უყვარს საერთოდ კონტრშეტევაზე თამაში იმიტომ რომ ბევრი სწრაფი მორაგბით არის დაკომპლექტებული ეს გუნდი ახლა კი ქობელაშვილი ეცდება გაათანაბროს ანგარიში თავისი დარტყმით. შვიდით 5 მოცემული მომენტისთვის 34 წუთი მიიწურება მალე. შვიდით 5 გახლავთ ანგარიში სამცხე ჯავახეთის ტაოს სასარგებლოდ. საბავშვო ფესტივალი იმართება პარალელურ მოედანზე. არც ისე კარგი დარტყმა გამოვიდა ზურა ქობელაშვილს და ანგარიში დარჩება 5-7. და დაგვრჩა პირველი ტაიმის 5 წუთი სათამაშოდ დაახლოებით 5 წუთი თუ დრო ზუსტია. ამჯერად ტაოელები განაახლებენ თამაშს ცენტრიდან. სივრცეების გაჩენამ ხვამლის წისქვილზე უფრო დაასხა წყალი. ნამდვილად. ბონგინდრაუს საინტერესო ვარცხნილობა აქვს, როგორც ხედავთ, ფერად-ფერადი შესაკრავებით დამაგრებული თმები. მიკაცინცაძე გამოვიდა შორე დარტყმით, ნავროზაშვილი დააბრუნებს საბრძოლო ფეხს, თვითონვე მიყვება კარგია კურტანიძე. ტურანგათამ მოახერხა მისი შეჩერება, მოდის კაკაურიძე ისევ რა სწრაფია კაკაურიძე. ძალიან სწრაფი. კარგად ამუშავებს ფეხებს. ციკლაური. დიაგონალური გადაკიდება ვნახოთ, გადაკიდება ზუსტია, თუმცა ვერ დატოვეს ბურთი თამაში. დაიჭირა არაგველმა ბურთი, თუმცა ვეღარ მოახერხა მოედანში დახტომა და იქნება აუტი ტაოსი. აიმის ბოლოს წესდა და რიგით უნდა აღდგეს ეწყობრივი საწყისი თანაფარდობა 15-15-ზე. სავარაუდოდ. 29 წუთზე არიან შემოვიდნენ სამცხე ჯავახეთლებით დერეფანში, კარგი მოგებული აუტი ზოიძის მიერ. ხაძე მარცხნივ ათამაშებს ხელაია ამოგდება. ბონგინდრაუს შორი პასი ფრთაზე ვასაძეა ბურთა ოხრა კონტაქტი გააკეთა ვასაძემ ინარჩუნებს ტაო ბურთს ახლოს კარგად წაიკითხა ზოიძემ შესრულებით ოჩახ კარგი შეტევაა ტაოს შესრულებით ვნახოთ როგორ მოახერხებენ ისინი განავითარონ იგი ჩარტეს მძიმე ტექნიკა ჯამბურიძე ვაიმე ბონგინდრაუ მისდევს ვერ მოახერხა რა ფეხი შეაცურა სამან ნომერმა რასაც კარგი კონტაქტი მაგრამ წინ თამაში რა მომენტი იყო ეხლა აქ რომ მოეხერხებინა ტურანგათას ლელოს დადება ეს იქნებოდა ძალიან საინტერესო და სახალისო ლელო ტაოს შესრულებით სადაც ძალიან კარგი იყო გიორგი ჯამბურიძე რომელმაც ფეხით ითამაშა ძალიან უჩვეულოდ ხო თითქოს მაღალ სისწრაფეზე ისე ჩაერთო რომ უეჭველად კონტაქტზე უნდა წასულიყო მაგრამ უცებ ისეთი რაღაც შემოგთავაზა რასაც არავინ არ ელოდა ალბათ არც მოედანზე და არც მოედნის მიღმა ძალიან საინტერესო და კარგი იყო ეს მომენტი შემდეგ დასანანი წინ ვარდნა ტაოზე და დასანანი შერკინება ისე 5 მეტრიანში საკუთარ 5 მეტრიანში შეაგდებს ბურთს ხვამლი
ნახოთ ყვითელი ბარათების შემდეგ ერთი შერკინება კარგად დადგა, როგორც ჩანს იმუშავა ამ ბარათმა, მეორე შერკინებაც კარგად დადგა, შეგვიძლია ვთქვა და წნეხში ამოვიდნენ გუნდები ზემოთ, რაც ნორმალურია ხდება ხოლმე. ვნახოთ ეხლა როგორ მოახერხებენ. ყოველი შემთხვევისთვის ბევრი გადაწყობა აღარ დაჭირვებია, პირველი ბიძგი მისცატაო. კურტანიძე კარგია ბურთით. როძელი აწუხებს რაგს, მაგრამ ორი კაცის წინააღმდეგ გაუჭირდება მას მარტო რამის გაკეთება. გაამაგრეს რაკი ხვამლის მორაგბეებმა და ციკლაური ამზადებს ბურთს დასარტყამად. ცუდი გამოსვლა, მაგრამ მაინც კიდემდე გადავიდა ბურთი. კოჭლობს ფრიდონ ციკლაური, როგორც ჩანს, რაღაც აწუხებს მას. შეიძლება დარტყმაც არ იყო ისეთი, როგორი დარტყმაც მას ახასიათებს ხოლმე. მისი შემცვლელი ბესიკ თაყნიაშვილი ყავს ხვამს მარკაფაში, თუმცა ტაიმს დაასრულებს. სავარაუდოდ დაასრულებს კი ფრიდონ ციკლაური, სულ რაღაც 1 წუთი რჩება ტაიმის დასრულებამდე. შემდეგ კი ექიმები აღმოუჩენენ მას დახმარებას და გადაწყვეტენ შეუძლია თუ არა გაგრძელება მას თამაშის. უკანაკადზე შემოგდებული დერეფანი, კარგი მოწოდებული პატაბურჭულაძეც რომ მოძრაობაზე წავიდა, თუმცა კურტანიძე იქვეა ჩავარდა. სწორი გარკვეულება თუ ჰამლეტ გოგიას შესრულებით რომ განთავისუფლა ბურთი, სახიფათოდ უტევს შეიძლება ითქვას ტაო. ჯამბურიძე ბურთთან სამაგი ბოჭვა მოხდა ჯამბურიძეს და დაჯარიმდება ხვამლი ახლა ამჯერად თამაშგარისთვის. ტაიმის მიწურულს უკვე შანსი ექნება ტაოს რომ 5 ქულიანი უპირატესობა მოიპოვოს და გაშვებული ლელო 3 ქულით მაინც გაქვითოს. ტავახაძეს კარგი ფეხი აქვს ძალიან ზუსტი. ადგილმდებარეობაც დარტყმის ძალიან ხელსაყრელი და კომფორტულია სავარაუდოდ. თუმცა წინასწარმე არაფერს აღარ ვამბობ. იმდენჯერ ამაზე უკეთესი და უფრო მარტივი დარტყმების იმდენჯერ გაცუდებულა, დაველოდოთ ტალახაძეს როგორ მოახერხებს ის ამ დარტყმის შესრულებას. ზუსტია. 5-ით 10 ხდება ანგარიშის სტუმრების სასარგებლოდ და როგორც ჩანს მცირეოდენი დრო კიდევ არის დარჩენილი. 2 წუთი არის ოქმის მიხედვით. 1 წუთში ან შემდეგ გაჩერებაზე სავარაუდოდ უკვე 15-ზე გახდება მოთამაშეთა რაოდენობა მოედანზე, 14-14-ის ნაცვლად. ტალახაძე წნეხში ვერ გამოდის დამაჯერებლად. მინიმუმ ეს ერთი შეტევა თუ მოახერხეს ხვამლის მორაგბეებმა კარგად ბურთის მოგება დერეფანში კიდევ ექნებათ მათ. და შემდეგ კი როგორც ოქმი გვეუბნება უნდა დასრულდეს პირველი ნახევარი. ნახოთ თუ მოახერხებენ ისინი საფრთხის შექმნას მეტოქისთვის. პოზიციას სახეირო აქვს ამისთვის. შვენიერი ვერაფერს დაუწუნებთ. ერთადერთი მარჯვნიდან მარცხნივ თუ იქნებოდა რომ მარჯვენა ხელით შეეძლიათ, იქნებოდა უკეთესი. კლად ასეთ კომფორტშიც რომ მოქცეულიყვნენ. ორი ხელით კარგი მოგებული ფრიდონ ციკლაური გავიდა ბურთი ხაზზე ზურალუტიძე უფრა შესვლა იყო. აქ უნდა მიიღოს უპირატესობა გაწიამ საჯუკი ბატონო გაუწევია სულხან ჩიხლაძეს ხელი რა თქმა უნდა მას ესეთი მარტივი რაღაცეები არ გამოეპარებოდა შეუშალა ხელი ნამდვილად თამაშგარაში ყოფნა მორაგბე ლუტიძე კვაბზირიძე კარგი პასი ნახოთ არაგველი დაიქნია გაცდა თვითონაც კარგი შემოbrunებული კურატაშვილს სახიფათო შეტევა ტურანგათას ჩაუვარდა კურატაშვილი ხელებში ფრიდონ ციკლაურმა მალე უნდა გაიტანოს ბურთი დაბრუნდა ჯარიმის წერტილში. უპირატესობა დაბრუნდა როგორც ჩანს წინ გაუვარდათ ბურთი იქან დაკარგეს ხვამლის მორაგბეებმა არ ჩანდა სამწუხაროდ კადრიდან რა მოხდა. აქ კი დაუბრუნდებათ მათ კუთვნილი ჯარიმის უპირატესობა თამაშგარის გამო. კარი თუ ტაიმის ბოლოს ლელო. არა, კარი. ნიკა ცინცაძე შეეცდება.
ნიკა ცინცაძე დაიყვანოს. ხო, სხვაობა. უნდა გააკეთოს კარგი მობილიზება ნიკა ცინცაძემ, რადგან 2 დარტყმა მას უკვე გაუცუდა დღევანდელ შეხვედრაში, ახლა როგორღაც უნდა მოახერხოს მან და დაუბრუნდეს თავის ჩვეულ დარტყმებს. დარტყმა კიდევ ვერ ახერხებს არა და არ იყო ეს ისეთი პოზიცია, საიდანაც უნდა გაეცუდებინა მით უმეტეს ისე დამტყმელს, როგორც ნიკა ცინცაძეა და სრულდება ტაიმი 5-ქულიანი უპირატესობით გადის შესვენებაზე. სამცხე ჯავახეთის ტაო ჩვენც შევისვენებთ 10 წუთი და დაგიბრუნდებით მოთამაშეებთან ერთად. დროებით.